ნეიმარი ჩამოვიდა თბილისში. გაგზელი, ბოლომდე უნდა ითამაშო. ეს შოთა ერთ-ერთი ფეხბურთია. ძველია საბა, მეგობრებოდა, ბრავო! პენალია ძმა. უშავი ჰარი კეინი დაფიქსირდა აქ. საბა ჰარი კეინი შეტევა. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ შოთა ერთ-ერთი ფეხბურთს გაბსპორტთან ერთად. არ დაგაუწყეთ არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება. დღეს როგორც ყოველთვის მაგარი ბიჭები არიან, მოსული ყველას მოგესალმებით. ასე რომ, პირველად საქართველოში პირველი სოციალური YouTube პროექტი საფეხბურთო შოთა ერთ-ერთი ფეხბურთი იწყება. პირველი მეოთხედფინალი გიო გაუმარჯოს მაო და დაჩი. გიო გაგვეცანი აბა თუ თამაშობ, სად თამაშობ? გიორგი ვარ, მაგას ვთვლი 2009 არის. ფეხბურთი არ თამაშობ, მაგრამ შევარ. ანუ ვიყავი გუნდში სად იყავ? გაგი იმაში ვიყავ, ავაზაზე. ავაზაზე იყავი. პოზიცია? თავდასხმელი. ჩვენი ერიზმო გენასვალი აბა, წარმატებები და დაჩი. გაუმარჯოს მა და გაგვეცანი შენს. პირველად ხარ ხო შოთა ერთ-ერთი ფეხბურთში? ვადევნებთ ფაზა, ძალიან კარგი პროექტი არის. თამაშობდი თავიდან მერანში, შემდეგ 35 სკოლაში და გადავედი კახეთში რეგიონ ლიგას თამაშობდი. რეგიონ ლიგას თამაშობ? რა პოზიცია ხარ? თამაშობდი. შემტერიც ვარ და დაცვაც. დაცვაში ანუ ორივე. ანუ შოთა ერთ-ერთი ფეხბურთში დიდი შანსი გაქვს, იმიტომ რომ აქ ხო იცი რომ დაცვაზე შეტევას უშუალოდ. ეხა უგუნდოთ ხარ, ანუ ფუტზალი ვითამაშე ბოლოს და ეხა გერმანიისკენ ვაპირე წასვლა. ჩვენი ერიზმო წარმატებები აბა. გიოს შეტევა. ნახოთ აბა. ეგრევე დაარტყა და ეგრევე გოლი გაიტანა. ძალიან მოულოდნელა და მარტივად სწრაფად ყოჩახ. წავიდა დაჩის შეტევა. ნახოთ გიომ ძალიან მალევე გახსნა ანგარიში. ბრავო დაჩი, რა კაი მოძრაობები აუსრიალდა, მაგრამ გოლი გაიტანა ყოჩა. გაუმართლა აქ დაჩის. გიო შეტევა წავიდა აბა. ნახოთ შეხურდებიან, ეხა სრიალებს გუშინ წვიმა იყო, მაგრამ დღეს შვენიერი საფეხბურთო მომენტია. ბრავო გავიდა დასაწყისზე. აუ რა ჩვენება გიო რა გამაზა ბიჭო. წავიდა, ნახოთ აბა თუ გაიტანს დაჩი. ბრავო. სრიალებს, მაგრამ აქ თამაშობ, ბრავო დაჩი. ბრავო მეკარე. აუ რა სეივი. ავიდა გიოს რომას ფორმა აცვია, კი. რომას გულშემატკივარია ძმა. ბრავო დაჩი, ბრავო თამაშობ, გაგზელე, თამაშობთ. ბრავო, თუ დაარტყოს აბა. თუ მოძრაობა. გაგზელე, ბოლომდე უნდა ითამაშო. ეს შოთა ერთ-ერთი ფეხბურთია. ბრავო, თამაშობ ძმა, ვაიმე. ბრავო, ვახ, ჩემი. ეს შოთა ერთ-ერთი ფეხბურთია, მეგობრებო, ბრავო. წავიდა დაჩი. წავიდა ბიჭები ნერვიულობენ, პირველად არიან ეხა შოთა ერთ-ერთი ფეხბურთში და ბრავო დაჩი მისევ ჭკვიანურა და მიულოცო დაჩის გადასვლა. ოჯახ გიო კაი ბიჭია ნახდათ, წარმატებები გიო. შეუძლია გიოს კარგად. შემდეგი მეოთხედფინალი თოფურა და დენი. თოფურ, გაგვეცანი აბა. პირველად ხარ შოთა ერთ-ერთი ფეხბურთში და გაგვეცანი. მე ვარ ნიკოლოზ თოფურიძე, ვთამაშობ ვიჯორჯიაში. ვიჯორჯიაში თამაშობ. უჩინეთში ვარ და იმედია მოვიგებ რა. რა პოზიცია ხარ? ცენტრალური მცველი, მარჯვენა. ცენტრალური მცველი ხარ? მე შეტევაში როგორი ხარ? აი ხა გამოჩნდება ხო? როგორი ხარ? დენი გაუმარჯოს. შენ ორჯერ ხარ ხო შოთა ერთ-ერთი ფეხბურთში? მეოთხეჯერ. მეოთხედ? მეოთხედ არის. აი შენ გამოცდილი ხარ ძმა უკვე და გაგვეცანი აბა სათამაშობ და სულაქოელიძეში ვთამაშობ, ან მარცხნივ ან მარჯვნივ დაცვაში. დაცვაში თამაშობ? მარცხნივ. და შეტევაშიც კაი ხარ ეხა. ახსოვს შენ. წარმატებები ძმაო. წავიდა აბა. თოფურა დენი. ორგოლანდია ძმებო. წავიდა თოფურა შეტევა. მცველია თოფურა და ნახოთ აბა შეტევის პოტენციალი როგორი აქვს. თოფურ ყოჩა. ბრავო და ამას სერიოზული პოტენციალი აქვს ძმაო. წავიდა დენის შეტევა აბა. ნახოთ, აქვს გოლები გატანილი დენის შოთა ერთ-ერთი ფეხბურთში. თოფურა შეტევა, თოფურა გაბსპორტზე. ატვირთავს თავის გოლს, ეხლა მცველია და აქ ბრავო და ამ გოლსაც ატვირთავს გაბსპორტზე. თოფურა ყოჩახ. მიულოცოთ მცველია და დასაფასებელია ეს შეტევა და დენი, წარმატებები. კაი ბიჭი ხარ. შემდეგი მეოთხედფინალი კერხა, გაუმარჯოს მაო და საბა. მაგარი ბიჭები. გაბსპორტზე არიან დარეგისტრირებული მეგობრებო და გაბსპორტიდან მოვიწვიე კერხა. გაგვეცანი ძმა აბა. თუ თამაშობ, რა გამოცდილება გაქვს?
თამაშობდი კი GFF-ი მაქვს დამთავრებული, ფოთის კოლხეთში თამაშობდი, მანჩურის გურიაში. GFF აკადემიაში კი, აკადემიაში. ამ სპორტზეც დავრეგისტრირდი, გამიხარდა კიდევაც და რა მხარი დაუჭიროთ. მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ. აი ხარ. რა, უფრო შემტევი ხარ თუ? უფრო შემტევის სტილს თამაში. წარმატებები და საბა. გაუმარჯოს შენს აბა გაგვეცანი პოზიცია, სად ხარ? ძველი ვარ, ჩემპიონში თამაშობ 6 ძველი წელი. ხარ შენ? დიახ, 6 წელია უკვე. გასპორტზე დარეგისტრირებული ვარ, მაგიდან ძალიან გამიხარდა რომ დამიზახეთ და თქვენ გამოიწერეთ ვიდეო და ლაიქეთ და კომენტარებს დაწერეთ. განასვალე ზმო, მცველია, საინტერესოა მცველებიც რო შოდა ერთ-ერთზე ფეხბურთში. უნდათ და სხვათა შორის აგერ წინა თამაში აგერ თოფურამ მცველია და მშვენიერი გოლები გვაჩვენა და ეგრეა დღევანდელი ფეხბურთი, ეგრეა ეხა მცველები თამაშის ბეწს წვიტავენ, ასე რომ წარმატებები წავიდა აბა. საბა, კერხა საბა. წავიდა 2 გოლამდე ძმებო აბა. კერხა საბა, კერხა შეტევა. ძალიან სწრაფია კერხა და იქ მცველია საბა და ძალიან საინტერესო, ვაფშე ძალიან საინტერესო თამაშია, ბოლომდე ვთამაშობ ძმებო. მოდიში, მიდათ. წავიდა საბა. აი მცველი სტანი აქვს საბას. და ნახოთ აბა შეტევაში როგორია საბა თანამედროვე ფეხბურთში თუ შეუძლია და კი, საბა შეუძლია თანამედროვე ფეხბურთის თამაში. წავიდა კერხა გავამხდევოთ, გულშემატკივრები ყავს კერხას გავამხდევოთ. სწრაფი დაწყება, ბრავო, თამაშობ. საბამ კარგად დაიცვა თავი. წავიდა საბა, აბა ნახოთ თუ გაიტანს მეორე გოლს საბა. ნახოთ კერხას დაცვა ვნახოთ, აბა კერხას დაცვა ვნახოთ, თავი უნდა დაიცვას. საბა რა შემოგთავაზებს და ბრავო აქ რომამ დაუტოვა შანსი კერხას რომ მოიგოს, გადავიდეს, აი ეს მეკარემ შანსი დაგიტოვა აქ საბამ ეხა კი შუაში დაარტყა, მაგრამ ნახოთ კერხა, აბა კერხა თუ გაიტანს, წავიდა კერხა. ბიჭო, ბურთან ძალიან კაია კერხა აშკარად. კაი მოძრაობები აქვს. ბრავო, ყოჩა კერხა და ავიცი ეხა ეს ისეთი ბრაზილია და ეს ისეთი წყვილია რომ 3 გოლამდე უნდა გაუშვათ. რა სიტყვით გულშემატკივრები? 3 გოლამდე გაუშვათ? თქვენ რა სიტყვით? 3-3-მდე, 3 გოლამდე წავიდა აბა. წავიდა საბა. საბა შეტევა, კერხა დაცვაში. აი ცოტა უჭირს დაცვაში და თამაშობ, მეკარე ძალიან ვერ გამოვა და ბრავო, ისევ მეკარე. ყოჩა. გავამხდევოთ. ნახოთ კერხა თავის შეტევით პოტენციას თუ ბრავო, თამაშობ, წაიღო და ბრავო, მეკარე, მეგობრებო. გაფსპორტზე დარეგისტრირდა და ძალიან მაგარი მომენტები ატვირთა და აგენტებმა გადახედეთ ამ ბიჭს, რომას გადავხედოთ, ძალიან მაგარი ბიჭია. და მე მგონი კაი გუნდს იმსახურებს რა. ერხა თავდაცვა ვნახოთ, საბას გოლი უნდა. წავიდა საბა, კარგად. ბრავო, უნდა მიპრესოს და მიპრესა, ყოჩა. ეს უკვე კაი დაცვა იყო. წავიდა კერხა, ბრავო, ისე ვიქიტა. ყოჩა, კაი იყო, ბრავო. კაი იყო. ბრაზილია, ნეიმარი ვიბრუნდება, ნეიმარი დაგვიბრუნდა, მეგობრებო. ნეიმარი ჩამოვიდა თბილისში. ნახოთ საბა რას იზავს, გოლი უნდა საბას. აქ ბრავო, კერხამ დაცვას გამოუასწორა და კარგად დაიწყო დაცვის თამაში. წავიდა აბა კერხა თუ გაიტანს და გადავა. ვა, ნახე რა სკილი მოგცა ნეიმარი, მაგრამ აქ საბამ თავგანწირვით ითამაშა აქ. პატარა. რა? იგი. წყალი გვჭირდება აუცილებლად. 2-1-ია კერხა იგებს. წავიდა ბიჭები, საბას გოლი უნდა. ნახოთ რა შემოგთავაზებს საბა. კერხამ დაცვითი თამაში გამოასწორა კერხამ, ყოჩახ. კერხა ნეიმარი. რა კაი მოძრაობები იყო და თუ დაამთავრებს, აბა. თუ დაამთავრებს და ბრავო, საბა, ყოჩახ, ძმაო, აი ძმაო, შენ ბურთი. საღო ძმა. ნახოთ, აბა. ბურთი მივაწოდე საბას. და საბა ვნახოთ რა შემოგთავაზებს. მცველია საბა, მეგობრებო და ბრავო, ბურთი მივაწოდე საბას, ბიჭო, საბა. საღო ძმაო რა. თამაშის წინ მოდი ხოლმე ჩემთან ბურთს მოგაწვდი. ეგ არის რა. თხოვთ გამოიწერეთ არხი მეგობრებო, დაგვეხმარეთ განვითარებაში, მოიწონეთ ვიდეო. აი ასეთი ამბები ხდება შოდა ერთ-ერთ ფეხბურთში და 2-2-ია. კერხა თუ გაიტანს გადასულია საბამ თავი უნდა დაიცვას. წავიდა, დაიღალნენ ბიჭები, მაგრამ აქ
ფეხბურთი ეგრე არის, ვნახოთ რა კაი სრულმოძრაობები ძალიან კაია. ბრავო! ნეიმარ ჯუნიორ თბილისი! მიულოცო. საბა ძალიან მაგარი ბიჭი ხარ ძმაო, გენაცვალე და ერთხას მიულოცოთ გადასვლა. ოჩახ ორივე იყო სასწაული, მაგარი ბიჭები ძალიან. სასწაულად მიმდინარეობს დღევანდელი შეჯიბრი, საოცარი ემოციებით ვარ. და ბოლო მეოთხედ ფინალი არის გიო გენაცვალე ძმაო და ნიკა გენაცვალე. ნიკუშ გაგვეცანია ბა? მე ვარ ნიკოლოზ გურამიშვილი, ცენტრ ფორვარდი ვარ და ამჯერად ვარ უგუნდო ვიჯორჯიაში ვთამაშობდი. აჰა, და ეხლა გუნდში უნდა მიხვიდე რა ზაფხულში. ცენტრალური თავდასხმელი. ვაუ, შვენიერი ძმაო წარმატებები და გიო, შენს გაგვეცანი. შენ ამყოფი ხარ შოდა ერთ-ერთზე ფეხბურთში. ძალიან მაგარი პოტენციალი გაქვს. არ ვიცი ხა იმის მერე შენ როგორ ანაირად პოზიცია გითხარი? ფლანგი შემტევი. ფლანგი შემტევი და კაი გუნდსაც დიდი სიამოვნებით წახვიდოდი კაი გუნდში. ასე რომ მეგობრებო, მოდი წარმატებები უსურვოთ გიოს და იმედია შოდა ერთ-ერთზე ფეხბურთის და გავსპორტის შემდეგ გიოს მაგარ გუნდში ვიხილავთ. წავიდა გიოს შეტევა ვნახოთ. გიოს შეტევითი პოტენციალი ჩვენ ვიცით და გვახსოვს და იმის მერე გავიდა, ერთი წელი გავიდა მე მგონი. მაგრამ ნახოთ რა შემოგთავაზებენ ბიჭები. წავიდა ნიკა შეტევა. თავდასხმელი არის ნიკა. ბრავო ნიკა, ყოჩა. წავიდა გიო შეტევა. ნახოთ გიო რა შემოგთავაზებს. თუ გავა დასარტყმელზე ძლიერი დარტყმა ძალიან გიოს. შორიდან მარტივად გადაწყვიტა. წავიდა ნიკა შეტევა. ახლა თუ მეორესაც თუ გაიტანს და გაუმართლა კიდეს და ნიკუშ ილოცავ გადასვლას მოო და გიოს წარმატებები უსურვოთ. არა უშავს გიოს. გულშემატკივრები არიან მოსულები და გავესაუბროთ, აბა შოდა ერთ-ერთზე ფეხბურთზე რას ფიქრობენ და ზოგადად დღევანდელ შეჯიბრზე, აბა ნიკუშ მოო გაგვეცანი და თან გითხარი ორიოდე სიტყვა. დღევანდელ შეჯიბრზე. ნიკოლოზ საღინაძე შემოსახელი ვარი და ჩვენ მაგაცების საყვარელო მოსულები. საგულშემატკივროდ ხარ? ფეხბურთელი ხარ? კი. სპაიერში თამაშობ და სპაიერ რა პოზიცია ხარ? მე მარჯვენა მცველი ვარ. მარჯვენა, როგორ მოგწონს ამბა დღევანდელი შეჯიბრი? ძალიან დაძაბულია და მაქსიმალურად გულშემატკივრო მოკლედ შენს მაგაცებს რა და მინდა რომ შენს მაგაცები თოპურა და ისა? ორივე შენს მაგაცია? როგორ? არა, ერთმანეთს არა, ერთმანეთს. შეიძლება ფინალში შეხვდეთ. ფინალი უნდა ხო? გენაცვალე, გენაცვალე, აბა შენს წარმატებები, აბა. და იმედია შოდა ერთ-ერთზე ფეხბურთიც გიხილავ რა. შემდეგზე წესით მოვა. კი ბატონო. ნახოთ, ნახევარფინალებზე გადავდივარ. შენს ხო არ გვეტყვი რამეს? კი, საინტერესო წამოწყება არის ნამდვილად. შენს ფეხბურთელი ხო არ ხარ? კი, არ აქვს თამაშობ, ჩამშენი ნახევარმცველი ვარ მე. შვენიერი. ბოლომდე გულშემატკივრო ჩვენც მაგათებს. გააქვს გამოგზავნილი განაცხადი ან გაფსპორტზე კი არა, მაგრამ ვიცდები რომ ყველა რა პოზიცია ხარ? ჩამშენი ნახევარმცველი. ჩამშენი ნახევარმცველი. გაფსპორტზეც დარეგისტრირებული ხარ? დარეგისტრირდი და შემდეგზე მოკლედ ვიცდები რომ მოვიდე და ვითამაშე. ნაცვალეს მაო. ესე არ არის ხა შემდეგზე და ესე უცებ არ ხდება, მაგრამ თუ გამოაგზავნია თუ დარეგისტრირდები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბევრს აქვს ძალიან და გენაცვალეს მაო. გაიხარეთ. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, ვიდეო მოიწონეთ და გელოდებით, აბა ყველა შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება. პირველი ნახევარფინალი თოფურა და დაჩი. ორ გოლამდეა ძმებო. წავიდა. დღეს მაგარი მცველები ყავს, იმედია დიდ გუნდებში ვიხილავთ ბიჭებს. ბიჭებს ვიხილავთ დიდ გუნდებში აქ რომა ადგილზეა. წავიდა დაჩი შეტევა. კაი სულმოძრაობები და ბიჭო რა ბურთი გამოუზრო. წავიდა თოფურა შეტევა, ძალიან მაგარი ბურთი აიღო. ეკარემ. დაუსვია და თუ აბა. ბრავო. თამაშობთ. კაი სულმოძრაობა და ბრავო. წავიდა. ბრავო თოფურ. ბრავო. ვაჰ, დაიძაბა. დაჩის გოლი უნდა 1-0. ოჩახ ბრავო. ჯარიმა. არა, დასარტყმელზე გადიოდა ზმა. უეჭვად საგოლე მომენტი იყო და პენალტი დაიდო მეგობრებო. პენალტი შოდა ერთ-ერთზე ფეხბურთში. საგოლე სიტუაცია იყო, მოკლე მონაკვეთზე ვთამაშობთ და გოლს გაიტანა სავარაუდოდ, ამიტომ პენალტი დაიდო. წავიდა დაჩი.
ოჩახ და ჩიმ ძალიან ჭკვიანურად შეუსრულა, მოატყუა კიდეც მეკარე 1-1. სამამდე არ არის, ბოლო გოლი არის, ბოლო გოლია მეგობრებო. 1-1 და ბოლო გოლი გვაქვს რა. წავიდა. ბოლო გოლი გვაქვს 1-1-ია, ნახოთ. ბრავო! გაუმართლა თოფურას, მაგრამ მიულოცოთ. დაჩი გენაცვალე ძმაო, წარმატებები. თოფურ გილოცავ გადასვლას ფინალში, დამსახურებული. მეორე ნახევარფინალის შოდა 1-1 ფეხბურთის კერხა ნიკუშა. წავიდა. ძალიან კაი ბიჭები, ძალიან მაგარი ბიჭები. ბრავო! ნახოთ ნიკუშა რა შემოგთავაზებს. ბრავო! ეს სამქულამდე შეგვილია ძმა, მალე გავიდა და შეგვილია სამქულამდე გავუშვათ. გავაგზავნოთ 3-მდე. ვაგზავნებთ სამქულამდე, მალევე გავიდა გოლები ძალიან. ვაგზავნებთ სამქულამდე, 1-1-ია, კაი სრულ მოძრაობები. დაარტყა, ოჩახ, გადავიდა აქ. წავიდა ნიკუშ, წავიდა. კაი დასვა სწრაფად. რა, კაი გადასვლებია. ბრავო, კაი მცდელობა იყო. წავიდა ნიკუშა შეტევა, ოჩახ ნიკუშ. ბრავო ნიკუშ, 2-1. წავიდა 2-1-ია მეგობრებო. ნახოთ კერხა რა შემოგთავაზებს. ბრავო კერხა. ბრავო, მეკარე. ნახოთ, ნიკუშას გოლი უნდა. ბრავო. და ნიკუშ გილოცავს ძმაო ფინალში გადასვლას. კერხა, გენაცვალე, კაი ბიჭი ხარ, ბრავო. აქ ფეხბურთია, ეხა გამართლებაც არის, ეხა აქ მეკარესაც ქონდა, ეხა არ უნდა გაიშვა, მაგრამ ფეხბურთია და ხდება ეს რეალობა, ეს რეალურ ფეხბურთთან მაქსიმალურად მიახლოებულია, ასე რომ გადავედით ფინალზე. ბრაზილია ნეიმარი ჯუნიორი. მაგრად მომეწონა ძმაო დღევანდელი პერფორმანსი შენი და გაგვიზიარე, ეხა არ გაგიმართლა კიდეც ბაზარი არაა რა და გაგვიზიარე შენი ემოციები და შევდა 1-1-ზე ფეხბურთზეც გითხარი 2-2 სიტყვა. პირველად მოვედი, ძალიან მომეწონა. ყველას გირჩევთ შეავსეთ და გამოვაგზავნეთ. ყველას იღებს ეს კაცი თბილად. ძალიან მაგარი აურა, სათამაშო ამინდიც ჩვენია. დაიმოხტა ემოციები? კი, ძალიან გამისწორდა. სამწუხაროდ ვერ გავედი ფინალში. გამართლების საკითხიც იყო და მოვედი საფარიც, თავისთავად. ჩემი აზრით დიდი როლი ითამაშა დღეს. კაი მოედნებით, დაგვეხმარეთ, ხარი დაგვიჭირეთ მოედნებით, მეგობრებო. ვისაც გაქვთ საათს ნახევარი დაგვითმონ. არ შეიძლება რომ დაგვითმონ რაღაც მოედანი, რომ ასეთი მაგარი ამბები დავატრიალოთ საქართველოში. რა ვქნა, ეს საშუალებაც აეგა, ეხლა გუშინ წვიმა იყო თან და გენასვალე, ეხლა წარმატებები ძმაო და ნახოთ ეხლა ფინალში, რას ფიქრობ ფინალს ისე? მე მგონი მეგობრებიც არიან, ორივე მცველი. მეგობრები არიან თან. თანაბრძოლი. სველი და შემტევი, მაგრამ ეხა ისეთი ისაა, რომ გოლები ისე გადის, რომ ვერ იტყვი ეხა რომ გოლებიც გადის. მეკარეებიც ჩვენებიც არიან და ბიჭებიც მომეწონა წარმატებებს. ნახოთ, გადავედით. დაველოდოთ ეხა კერხა გადავედით ეხა ფინალზე. ბიჭები ნახოთ, აბა რას ფიქრობთ ეხა ფინალში, აბა ნიკუშ? მე ნათამაშები მაქვს ამასთან დარწმუნებული ვარ მოუგებ. დარწმუნებულია მოუგებს, ვა. ისაც გაიყოფენ მოიჭრა. შენ? მეც ვარ დარწმუნებული ვერ მომიგებს. და ბოლომდე ვიქნები. ორივე დარწმუნებულია რომ ორივე მოიგებს, ვა. შენ ცველი ხარ, შენ თავდასხმელი ხარ. მაგარი ამბავი ვიწავა და როგორ? გუნდელები ხა. გუნდელები. სხვა რა დაგვრჩენია, შოდა 1-1-ზე ფეხბურთის ფინალი დღევანდელი შეჯიბრის. დაუცხოთ ხო? წავიდა. ბარსა გინდა? კამპ ნოუ? მე რომელია? PSG. PSG ისევ და PSG და PSG არ უნდა მოიგო ყვარა რა მეორედ უნდა დადო ლიგა ძმაო რა ამოდის რა თოფურ წავიდა თოფურა ნიკუშა მეგობრები ყოფილი გუნდელები თამაშობთ ეგრევე თამაშობ ბოლომდე ხო კარგია შეგახსენებთ მეგობრებო რომ შოდა 1-1-ზე ფეხბურთის ხარდამჭერია გაფსპორტი მობილური აპლიკაცია სპორტული დარეგისტრირდით აქ ნიკუშა ბრავო ნიკუშ ნახოთ რა შემოგთავაზებს ნიკუშა თუ გავა დასაწყისზე ბრავო ძელმა გადაარჩინა თოფურა აქ წავიდა და აქ თოფურა შეტევა ეგრევე წავიდა თოფურა შეტევა სველია მაგრამ თოფურა კარგი შეტევით არის სხვათა შორის ბრავო თამაშობ თუ გაუმართლა პატარა გამართლება შეიძლება ბრავო ნიკუშ და ნიკუშა ახლო კადრი წარმოიღეთ ნიკუშაზე ჰარი კეინი დაფიქსირდა აქ ვამსგავსებთ ჰარი კეინს
ნიკუშას ახლო კადრი. ბაიერში თამაშებდი რომ რამე ენასვანეს. წავიდა ჰარიკეინს. მიდი არა უშავს, მიდი. ნახოთ აბა ჰარიკეინის შეტევა. ნახე ერთნაბის სარპატიოს თოფურა. წავიდა ბრავო თოფურ. ნახოთ ნიკუშ, კაია ნიკუშ. 0-0-ია მეგობრებო, 0-0-ია. ჰარიკეინი. რა კაი ის მოძრაობებია ძალიან. ჭკვიანურად ცდილობს და ბრავო აქ მეკარე. გავიდა თოფურა შეტევა. ბრავო თოფურ. ოიმე. დაწაბულები არიან ფინალი აქ. მოგება ორივეს უნდა მივარდა თამაშო. კაი ბრძოლა მიდის. შორიდან და ბრავო ჰარიკეინი. რა კაი გოლი გაიტანა ორი ფეხებს შორის გაძვრენა ძალიან საინტერესო ოჩა. ნახოთ ნიკა შეტევა, ნიკა თუ გაიტანს ძალიან დაიძაბება, ბრავო, ნახე როგორი მოულოდნელი სრულ მოძრაობები აქვს. არა. მართლა კეინის სტანზია, ბიჭო. წავიდა ჰარიკეინი, ნიკუშა წავიდა. ვინ ჰარიკეინი როცა აქ ნიკუშაა, ბიჭო? როცა აქ ნიკუშაა და ბრავო. ვინ ჰარიკეინი როცა ნიკუშა ყავს აქ, ბიჭო? წავიდა თოფურა. აქ ნიკუშა. ცოტა მივარდა, მაგრამ წავიდა თუ გავიდა. ბრავო, კაი დაცვა იყო. უშას რაც ძალიან კაი აქვს. აშკარად დაცვასაც კარგად თამაშობს რა. ბრავო, მიულოცოთ ნიკუშას გამარჯვება, მიულოცოთ ხოჭაკ 3-0 ჰარიკეინ. ბრავო, ძმაო, გელო წავი ჯორჯიელი. თოფურ, კაი ბიჭი ხარ ძმაო, ხოჭაკ. კაი მსველი ხარ და წარმატებები გამარჯვებულს. მიულოცოთ გამარჯვება ნიკუშა. რამდენი წლის ხარ? 16 წლის. ჰარიკეინის სტილი, შვენიერი. და დავასაჩუქროთ გავსპორტის 100 ლარიანი ვაუჩერი ჩვენი გავსპორტის წარმომადგენელი გადასცემს. ნიკუშ, გაგვიზიარე შენი ემოციები, აბა დღევანდელ. ძალიან მაგარი ემოციები თუ არ, სხვადასხვის გიყურებ თუ და მინდოდა მოსვლა და ვერ მოვახერხე და დღეს რომ მოვედი, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. მადლობა ვაუჩერისთვის და გაიხარე. აი ბიჭი ხარ, წარმატებები, იშრომე და წარმატებებს გისურვებ რა. და კიდევ გიხილავ აუცილებლად შოდა ერთ-ერთზე ფეხბურთში. მეორე ადგილოსანი თოფურა. თოფურ, შენს გაგვიზიარე შენი ემოციები, აბა. რავი, აქ უეცრად მოხედრისთვის კვალობაზე. რავი, მე მგონი ჩემი ძას მივახწერი რა. ფინალში გახვედი ძმაო, მაგარი შედეგია რა და კიდე გიხილავ რა შემდეგ შეჯიბრებებშიც მე ვინ ნიშნავს, ვინც თავს გამოიჩენს, ვინც აქტიურია, ვისაც სურვილი აქვს, ვის ხედავ ამ ყველაფერს. არაერთხელ ვაძლევ საშუალებას რომ მიიღოს მონაწილეობა. კაი მსველი ხარ ძმაო, პოტენციალი გაქვს და წარმატებებს გისურვებ რა. მეგობრებო, აუცილებლად დარეგისტრირდით გავსპორტზე, გადმოიწერეთ მობილური აპლიკაციაა. გამოიწერეთ შოდას არხი, დამეხმარეთ განვითარებაში და ერთმანეთს დავეხმაროთ წარმატების მიღწევაში და ერთად შევძლოთ ეს ყველაფერი და საქართველოს გამოვაჩინოთ მსოფლიოში, როგორც საფეხბურთო ქვეყანა YouTube-ის მხრივ თუნდაც. აბა დროებით. აი შეჯიბრი იყო, მაგრამ ვისიამოვნე რა. დავახ.